სუსის ანგარიში პირველად ხდება ანტიდასავლური რიტორიკის გამოყენება იმ დასავლური ინსტიტუტების და ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც ქვეყნის კონსტიტუციით საქართველოს გაწევრიანება სურს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საგარეო ვექტორი არის შეცვლილი და საფრთხე რუსული ოკუპაციის შემდგომ მოდის სწორედ დასავლეთისგან რეჟიმისთვის, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდის. ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილში არის ასევე მნიშვნელოვანი ხაზგასმა იმისა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის განთავსება არ მიმდინარეობს, მიუხედავად არაერთი ვიდეომტკიცებულებისა და რომ თურმე იქ სავარაუდოდ საკონტეინერო ტერმინალი მშენებლობა არის, რაც კვლავ რუსეთის გათეთრებას ემსახურება და არა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას და მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კრიტიკული მედია სრულიად დასავლეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლად არიან მოხსენიებულები და სრულიად რუსული ნარატივი არის ამ ანგარიში, ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია თუ რა მისიით მივიდა ოხანაშვილის სუსში.